ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად მეგობრებო. დღეს ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი ზეიმია. ზეიმია იმის შესახებ, რომ მაცხოვარმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მთელი კაცობრიობის სოდვები საკუთარ თავზე აიღო და საკუთარი სიკვდილით ადამიანი, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი გამოგვიხსნა იმ სამარადისო ჯოჯოხეთისგან, სადაც ადამიანი ძველ აღთქმაში გარდაცვალების შემდგომ მიდიოდა. მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდებული დღე და მე მრავალი წლის განმავლობაში გადამიღია ვიდეო ქრისტიანულ თეოლოგიაზე, სქოლასტიკაზე, ქრისტიანულ სხვადასხვა სახის კრეაციონიზმის შემეცნებით ვიდეოებზე, მაგრამ მე არასდროს არ გადამიღია, არ ვიცი რატო, მაგრამ ალბათ ამ დღეს ველოდებოდი, რომ მე ჩემი აზრი, ჩემი შეხედულება და მთლიანად ეს ჩემი ხედვა რაც არის, მე გადამიღო ვიდეო დღემდე ქრისტიანობის ისტორიაში ყველაზე დიდებულ არტიფაქტთან, რომელიც ჩვენ გადმოგცემს ქრისტეს უკანასკნელ დღეს. მის ტანჯვას, მის წამებას, მის გამძლეობას, მის სიმამაცეს, მის სიყვარულს და რას მთავარია მის ღვთაებრივ აღდგომას. მეგობრებო, საუბარი მაქვს მე იტალიის ქალაქ ტურინში არსებულ ქრისტეს სუდარაზე, რომელიც ოფიციალურად მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ეს მართლაც ქრისტეს სუდარა და რომელიც დოკუმენტურად გადმოგცემს და ახდენს ვიზუალიზაციას თუ როგორ გამოიყურებოდა ქრისტე, რა ტანჯვა წამება გადაიტანა, როგორი იყო მისი უკანასკნელი დღე. მეგობრებო, მე ვაპირებ დღეს საუბარს ამ უდიდეს ქრისტიანულ არტიფაქტზე. ასე რომ ძალიან გთხოვთ, რომ დაალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, ეს უმნიშვნელოვანესია, რომ ბევრს არ აქვს ამაზე სწორი ინფორმაცია და სამწუხაროა, რომ ამის დეფიციტია საქართველოში, რომ ჩვენ ობიექტურად და სწორი შემეცნებით ინფორმაცია მივცეთ ამ მიმართულებით ჩვენ აუდიტორიას და რაც ყველაზე მთავარია, გამოიწერეთ არხი, რადგანაც ვემსახუროთ სიმართლეს, ვემსახუროთ ჭეშმარიტებას და გავაშუქოთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე ჩემი არხიდან. მეგობრებო, ქრისტეს სუდარა ეს არის, მოდი დავიწყებ ძალიან თავიდან, ანთროპოლოგიურად, ხო იცით მე როგორ მიყვარს საუბრის დაწყება ყოველთვის ფუნდამენტიდან, რა თქმა თქვენ ამის შესახებ წარმოდგენა გქონდეს. არსებობს ესეთი თეორია, რომ ქრისტეს სუდარა, მეგობრებო, ეს არის ხო გაქვთ ეს შესანიშნავი ლეონარდო და ვინჩის The Last Supper, ისა რა ქვია, როგორ ითარგმნება ქართულად, საიდუმლო სერობა. ლეონარდო და ვინჩის შესანიშნავი, ესე ვთქვათ, მხატვრული შედევრი, რომელიც გადმოსცემს ქრისტეს უკანასკნელ პასექს მის მოწაფეებთან ერთად. გადმოცემის თანახმად, მეგობრებო, ის რაზედაც ეს ნადიმი იყო გაწყობილი, რისგანაც ივახშმეს, სადაც მოიწყო პირველი ევქარისტიული პირველი ევქარისტია, როდესაც შედგა და ქრისტემ უთხრა, რომ ეს არის ჩემი სისხლი, ღვინოზე, რომელიც მივთითა და პურზე ეს არის ჩემი ხორცი და პრაქტიკულად ეს ევქარისტია უკვე ჩვენ ეკლესიას დაგვიწესა. მეგობრებო, არსებობს ესეთი თეორია, რომ სწორედ ის, რაზედაც ეს ნადიმი იყო გაშლილი, ის იყო ქრისტეს სუდარა შემდგომში, ანუ როდესაც მაცხოვარი ჯვარზე აღისრულა, ამ სუდარაში გაახვიეს. მეგობრებო, იმდენი ექსპერიმენტია ჩატარებული გასული საუკუნის დასაწყისიდან, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე რადიონახშირბადული დათარიღება, ბალისტიკური კვლევები, დნმ-ის კვლევა, სინჯის აღება, აბსოლუტურად ყველაფერი. ვერც ერთი მეცნიერი, ვერც ერთი ინსტიტუტი, ყველაზე ათეისტურად განწყობილი უნივერსიტეტებიც კი ვერ უვლიან ვერც ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რაზედაც უბრალოდ ეს რომ არ აღიარო, მაშინ საკუთარი ინტელექტი უნდა დააყენო სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. რამ გადაიტანა ქრისტეს გამოსახულება სუდარაზე? ეს კითხვა დაახლოებით 1 საუკუნის განმავლობაში აწუხებდათ მეცნიერებს. საბოლოო ჯამში, სანამ არ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აქ იყო რა თქმა უნდა ღვთიური სასწაული, მაგრამ ღვთიურ სასწაულსაც ხო აქვს თავისი ახსნა, თავისი დეფინიცია. მოდი ახლა სანამ მე ამ ღვთიურ სასწაულზე გადავიდოდი, რაზედაც მეცნიერები უკვე გვერდს ამას ვერ უვლიან, მოდი ოფიციალური, ახლა მე თქვენ დასკვნას წაგიკითხავთ, არ მინდა რომ ჩემი ინტერპრეტაციიდან კონტრინტერპრეტაციით რაიმე ან მივამატო არ მოვაკლო, აქედან გამომდინარე გადავწყვეტ, რომ ახლა მე თქვენ წაგიკითხოთ, რას გადმოგცემს უკანასკნელი წყაროებისა და უკანასკნელი ცნობების შესახებ მაცხოვრის სუდარა, რომელიც იტალიის ქალაქ ტურინში იმყოფება. კარლეტო კუნი
აღწერს ეთნიკურ წარმომავლობას. გარდაცვლილი ეკუთვნის სემიტურ ტიპს. თმა გრძელია, წვერი მოკლე. ორივე შუაზეა გაყოფილი. ასევე ვარცხნილობა ახასიათებდათ ანტიკური დროის ებრაელებს. ერთმა მეცნიერ ანთროპოლოგმა უთხრა ალან ლეგრანს მეცნიერს, რომელიც ასევე სუდარას იკვლევდა, რომ მას არ აქვს არავითარი საფუძველი უარყოს სემიტური სახის ანაბეჭდი, რომ ეს სუდარა ერთადერთი სანდო ძეგლია, რომლის მიხედვით შესაძლებელია ანთროპოლოგიური შესწავლა სემიტურ ჯგუფებზე. წმინდა სუდარაზე არსებული ადამიანის სხეულის ანაბეჭდის სიმაღლე დაახლოებით 178-180 სანტიმეტრია. წონა 75-დან 80 კილოგრამამდე. ასაკი 30-დან 45 წლამდე. იმიტომაა ეს მიახლოებითი ზომები, რომ მაცხვარს ფეხები მოკეცილი ჰქონდა მუხლებში. თავიედო ქვის შემაღლებულ ბალიშზე. იერუსალიმის ახლოს აღმოჩენილ პირველი საუკუნის საფლავებში დასაფლავებული მამაკაცის საშუალო სიმაღლე 178 სანტიმეტრია. სუდარის მფლობელი იუდაური წესითაა დაკრძალული. ცხედარს სუდარის ერთ ნახევარზე აწვენდნენ, მეორე ნახევარს თავის ზემოდან გადაატარებდნენ. ამის შემდეგ ტილოებს შემოახვევდნენ, ასევე იყო გახვეული ლაზარე, რომელიც უფალმა მკვდრეთი დაღადგინა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არსებობდა ძალიან ბევრი მის ინტერპრეტაცია და სპეციალური გნოსტიკური ჯგუფების მიერ, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი ფულის გადახდა იმაში, რომ ამ ყველაფრისთვის და ამ სუდარისთვის ჩირკი ეცხოთ და მის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეეტანათ. ამის მრავალი ფაქტი არსებობს, სუდარის არაერთხელ დაწვა განადგურება, განიზრახეს სინჯიც აიღეს, რომელიც სპეციალურად გააყალბეს, ასევე იყო ასეთი შეხედულება, რომ თითქოს ეს ყველაფერი პროფესიონალური მხატვრის მიერ იყო თითქოს შესრულებული და აქ ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და ეგეთ სახელებს მოყავდათ, მაგრამ ტურინის სუდარაზე ჩატარებულა მრავალმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არანაირი საღებავის ან მსგავსი ლაქის სახე აქ არ არსებობს. პირიქით უფრო მეტით. სუდარის ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის მცენარეები და მათი კვალი, რომელსაც ეს სუდარა ინახავს, მეგობრებო, არც მეტი, არც ნაკლები ხარობს მხოლოდ ისრაელის ტერიტორიაზე. მოდი დავუბრუნდეთ ძალიან მნიშვნელოვან ამ თემაზე ცოტა მიჭირს საუბარი, იმიტომ რომ მე ხა იმ სუდარაზე ვსაუბრობ და იმ სიწმინდეზე ვსაუბრობ, რომელიც გადმოგცემს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას და პრაქტიკულად ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე დიდ, ესე ვთქვათ, არტიფაქტზე კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს კვართთან ერთად, რომელიც მადლობა უფალს და მადლობა ღმერთს ის საქართველოში და მცხეთაში მდებარეობს, რაც არის ახალი აღთქმის დადება ქართულ ხალხთან. ამაზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს, ეს ძალიან შორს აგვიყვანს. მეგობრებო, მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია მაცხოვრის ნეგატივში გადასვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირველად, ოდესაც მე 20 საუკუნის დასაწყისში 1300 წელს სურათი გადაუღეს, მან დაფიქსირდა სახის გამოსახულება და კონტურები და რატო. ფოტო იყო ნეგატივში. და თავიდან ხო იცით როგორ ფოტოაპარატები იყო, რომ ეს ყველაფერს გადმოქონდა და აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. სკეპტიკოსები ამას ამბობდნენ, რომ სხეული თხის რძით გამბანეს, თხის რძით გამბანვის შემდგომ თითქოს გადააქვსეს ამიაკი, იმაზე რა ქვია, ნაჭერზე და მის გამოსახულებას, მაგრამ აბა მოდი თხის რძით გამბანოთ, ბევრი ადამიანი გადაიტანს? არა, რა თქმა უნდა არ გადაიტანს. ნახეთ აქ საუბარი რასია, მეგობრებო, ეს ძალიან საინტერესო თემაა. მეცნიერებმა დაადგინეს ასეთი რამ, რომ ქრისტე სუდარაში არასრული 30 საათიდან 40 საათამდე იმყოფებოდა. დაახლოებით 30-დან 40 საათამდე, ეს არის გარკვეული შუალედი. ეს არ არგოს, რა თქმა უნდა, ქრისტიანულ კანონიკას, ეს არ გეგონოთ რამე ის არის ძალიან ესეთ კადნიერად მიახლოებული მეცნიერული ფაქტი. აი ეს თეორია, რაზედაც ახლა მე საუბარი მაქვს, რომ რამ გამოიწვია ქრისტეს იმის რა ქვია გამოსახულებისა გადატანა, არის ძალიან საინტერესო. თქვენ გაქვთ ნახი ჰიროსიმა და ნაგასაკიში რა დაიმართათ ადამიანებს, ოდესაც ატომური აფეთქება მოხდა. ეხლა მიხვდებით ამ ყველაფერს მე რატო საუბრობ, ეს ძალიან საინტერესო თემაა. ძალიან დიდხანს ვული ამ თემას. სპეციალურად ვწელა ვიცოდეთ, იმიტომ რომ გამზადებ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენისა და ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯისკენ. მეგობრებო, როდესაც ჰიროსიმა და ნაგასაკიში ატომური აფეთქება მოხდა, ადამიანების გამოსახულებები კედლებზე გადავიდა. რატომ?
როდესაც ძალიან დიდი აფეთქება ხდება და სასიკვდილო ამიაკი გამოიღობა სხეულიდან, ჯვარი ჩვენ გვწერია და თითოეულ ადამიანს სახის მთელი კონტურები და ყველაფერი გადააქვს იმ ან ნაჭერს, ან სხეულს, ან მატერიას, ნებისმიერ სახის აგრეგატულ მდგომარეობას. შესაბამისად, მეცნიერები მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ ქრისტეს აღდგომა იყო ცეცხლოვანი. მაგრამ ის ცეცხლი, რაზედაც აქ საუბარია, ეს ძალიან საინტერესო ამაზე ლექციები მაქვს მე ჩატარებული, თქვენ გახსოვთ ჯერ კიდევ მაყლოვანი მოსეს რო გამოეცხადა ღმერთი და ალმოდებული ბუჩქიდან რო ესაუბრებოდა, რო უთხრა ვინ ხარო მოსემ რო შეკადრა და უფალს უთხრა ვინ ხარ შენ უფალო და ეს ძალიან დიდი ქრისტიანული ანთროპოლოგია გააჩნია ამ ყველაფერს, რომ ვინ ხარ შენ უფალო, ხო? ეს ძველი ებრაული და იმის იუდაური წარმოშობა ეს ნიშნავდა, რომ შენ ღმერთთან ძალიან ახლოს ხარ. შენ ღმერთს ამას ვერ შეკადრებ თუ შენ ღმერთთან რაღაც გენეოლოგიური კავშირი არ გაგაჩნია. მოსე რომ იყო ჭურჭელი, სწორედაც რომ ამ კითხვას სვავს ღმერთთან, რომ ვინ ხარ შენ უფალო? ალმოდებული ბუჩქიდან რომ ასე საუბრებოდა, გახსოვთ, ხო? გახსოვთ თქვენ დაბადებაში და წერია, დასაწყისში იყო სინათლე. ღვთაებრივი სინათლე. აი ჩვენ რა სინათლეზე და რა ცეცხლზე საუბრობთ, დიდება უფალს და მადლობა ღმერთს, რომ აი ეს ბაგენიც, აი მიჭირს ამაზე საუბარი, ძალიან რთულია, რომ ეხა მე ამ თემაზე რო საუბრობ ეხა და იმ სუდარაზე საუბრობ, სადაც მაცხოვარი იყო, ეს ძალიან რთულია ამ თემაზე მეგობრებო საუბარი, მაპატიე თუ არ მახასიათებს ენა რომ მებმევა, იმიტომ რომ ძალიან კონსტრუქციული ვარ ხოლმე, მაგრამ როდესაც ემოციები უფრო ჭარბად მოდის, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. მეგობრებო, ქრისტეს აღდგომა იყო ცეცხლოვანი. და ძლიერმა ცეცხლმა გადაიტანა მისი გამოსახულება სუდარაზე. მაგრამ სუდარა არ დაწვა. და რატომ იცით? გაიხსენეთ მოსე. მაყლოვანი და გამოსული სალი. დაწვა ის ბუჩქი ღმერთმა? არა. რატომ? იმიტომ რომ მასზე ფიზიკის კანონები არ მოქმედებდა. სუდარაზე კლასიკური ფიზიკის კანონები არ მოქმედებდა, იმიტომ რომ ეს ის ცეცხლი არ არის, რომელსაც თქვენ, რა ვიცი, ანთებთ. ეს არ არის ის ცეცხლი, რომელსაც შეგიძლია ესე გამოუშვა, რომელსაც პრომეთე ბერძნული მითოლოგიის თანახმად პრომეთემ ღმერთებს მოპარა. ეს არ არის ეს ცეცხლი, ამ ცეცხლზე საუბარი არ არის, ეს ცეცხლი არ არის მეგობრებო. რამაც გამოიწვია მაცხოვრის პრაქტიკულად ხელთუქმნელი ხატის შექმნა. აი როგორც ანჩის ხატი, ხო, ეგ არის ქრისტიანული სწავლების თანახმად, რომ ანჩის ხატი როგორ შეიქმნა, ხო? მადლობა ღმერთს, მადლობა უფალო, რომ ანჩის ხატი საქართველოში მდებარეობს და საქართველოს როგორი მადლმოსილი ქვეყანა, ხო, ამ ხელა სიწმინდეებს ინახავს. ანჩის ხატიც ერთი შეხედვით არის, ქრისტეს შეხედვით ამ მხოლოდ გარასული ხატება მისი. კლასიკური ფიზიკის კანონები არ მოქმედებდა და მაგიტომაც არ დაწვა ამ ცეცხლმა, ეს სუდარა. ეს ის ღვთაებრივი ცეცხლია, მეგობრებო, რომელიც მხოლოდ რჩეულ ადამიანებს აქვთ ნანახი. ეხა არ მინდა იმ თემებს მე გავყვე ეხა აქ მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოდის, არ გადმოდის, არ მინდა ამ თემას, მე ამ თემას არასდროს არ ვიხები. ჩემთვის ცეცხლის გადმოსვლა არ არის ის სასწაული, რომ მე ქრისტეს არსებობა ვიწამო. ქრისტე კუდრეთით აღდგა, ეს არის უკვე ყველაზე დიდი სასწაული. ქრისტე მე შანსი მომცა რომ გადავრჩე, ეს არის ჩემთვის უკვე სასწაული. მე რო აქ ვარსებობ და პირში სული მიდგია და რომ აქვს იმის შანსი რომ გადავრჩე, ეს უკვე სასწაულია. მე არ მჭირდება რაღაცები, ხო იცით ღმერთი რას გეუბნებათ, ცრუ სასწაულებს ერიდეთ ყოველთვის. ეშმაკისგან მოვლენილ სასწაულებს ერიდეთ. რომ ამ სასწაულემ არ დაგიბინდოთ ეგონება და გზას არ აგაცილოთ სამუდამოდ. აქედან გამომდინარე, ჩემო მეგობრებო, ძალიან რთული ამაზე მჭერმეტ ყველურად საუბარი, მაგრამ მე გიხსნით რომ ეს ის ღვთაებრივი ცეცხლია, რომელიც მხოლოდ რჩეულ ადამიანებს აქვთ ნანახი. ეს ის ცეცხლია, რომელიც ელიამ ნახა. ეს ის ცეცხლია, რომელიც მოსემ ნახა. ეს ის ცეცხლია, რომელიც ისააკმა ნახა. ეს ის ცეცხლია, რომელმაც ადამმა იხილა. მეგობრებო, თქვენ ნუ გონიათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. მეც იგივე მოკვდავი და ისეთივე თქვენზე მდაბალი და ძირს დაგდებული ადამი ვარ, თქვენზე უარესად ძირს ყოფით კიდე, უფრო მეტად. ჩვენ არ გვინახავს ის, რაც ნახეს ამ ადამიანებმა. და ეს სასწაული, რომელსაც ჩვენ ხედავ და საუბრობ, რომელიც გადმოსცემს, ეხლა მე რო კითხულობდი ამ დასკვნას, ხო ცრველები მომდიოდა, რომ კლასიკური რომაული სადამშელო სპეცოპერაციის შედეგად, პირდაპირ სპეცოპერაცია ჩაატარეს მაშინ რაბინებმა და იმათმა. იმ იუდაურმა სექტებმა, რომელსაც მიიღეს მონაწილეობა ქრისტეს სასამართლოში, თვით იუდაური კანონიკითაც არასწორი იყოს, იმიტომ რომ მათ სასამართლო ღამე გაუმართეს ქრისტეს და იუდაური კანონიკით ის დღე უნდა გამართულიყო.
ქრისტეს 96 ჯერ გაარტყეს შოლტი, ფლაგონი, რომაული ფლაგონი, რომელსაც ბოლოში ქონდა ტყვია, რომელიც კატასტროფულად მტკინებული იყო. თქვენ ამის წარმოდგენაც არ შეგიძლია. პირდაპირ ხორცს გლეჭდა სხეულიდან. 30 იყო მაშინ რომაული კანონმდებლობით და ამ გარეწარე სექტანტების გამო 90 ჯერ მოხდა. ეკლიანი გვირგვინი დაადგეს თავზე. ეკლიანი გვირგვინი, რომელიც მას არ დაუმსახურებია. მხოლოდ 3 ბრალეულობა იყო. რატომ კურნავდა ადამიანებს, რატომ უწოდა რომ მე ვარ ღვთისზე და რატომ მიუტევა ცოდვილ შაბათ დღეს. აი ის უსამართლობა, რაც განხორციელდა აქ, თავისი ნორმატიული, სამართლებრივი ყველანაირი ფორმით, არის მეგობრებო პარალელი, რაც ჩვენ ცხოვრებაში გადის. რაც საქართველოს ისტორიას გყვება პარალელურად. საქართველოს ისტორია ხო ეს არის გზა გოლგოთისკენ. ჩვენ ხო ამ ქრისტეს გზას გავდივართ რეალურად. ეს ილია ჭავჭავაძე მტყუილად კი არის საქნა და იაკობ გოგებაშვილმა და ჩვენმა დიდმა წერლებმა პროასიკოსმა და ქართული ამბანი 33 ასობგერა 33 5 ხმოვანი 28 თანხმოვანი 33 ტყუილად ამეგორო არ არის 33 ქრისტეს ასაკია. ეს არის გზა საქართველოსი, რასაც ჩვენ ამ გოლგოთამდე გავდივართ. და მე რომ მეკითხებით ხა ჩემი პატრიოტიზმი ურაპატრიოტი კი არ ვარ და აი მე იმიტომ ვარ ხა იმიტომ ვარ პატრიოტი რომ ხინკალი და ხაჭაპური მიყვარს არა საერთოდ არა არანაირად. მე პატრიოტი იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი წინაპრები ქრისტეს გამოკვდებოდნენ. აი პატრიოტის გამო ვარ. არც ხინკლის გამო ვარ პატრიოტი და არც რაღაც ლობიანების და იმის გამო. მე ვარ ქრისტიანობა. იმიტომ ვამბობ რომ საქართველოს დეფინიცია ჩემთვის არის მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა. ქართველის დეფინიცია. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს ახლა. ჩემი წინაპრები პატივსცემდნენ სხვა რელიგიურ წარმოადგენლებს და ჯგუფებს. მათ შორის მუსულმანებს დავით აღბაშენებელი პირდაპირ მიაგებდა პატივს. მეც ვსემ პატივს, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემი წინაპარი კვდებოდა ქრისტეს გამო. ჩემი წინაპარი საკუთარ ცოლის, საკუთარი შვილების, საკუთარი დედის, მამის ოჯახის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აყენებდა ქრისტეს გამო. ამდენი გმირები რო ყავთ საქართველოს ისტორიაში, ხინკლის და მწვადის გამო კი არ ყოფილა. და ღიპები რო დაგვივიდა ქართველებს ამდენი, არა, ქრისტეს გამო. აი, როგორი სილა გვაქვს თითოეულ ჩემი და პირველი მე უნდა გავირტყა სილა საკუთარ თავზე და მე მთელმა საქართველოს. რომ აი ამ გზას ვართ ჩვენ აცდენილები, ქრისტეს გზას ვართ აცდენილები მეგობრებო. ამ ხელა საიდუმლოება, ამ ხელა სიყვარული, ამ ხელა ტანჯვა, რასაც ახლა ეს სუდარა ინახავს, რომელიც პირდაპირ შენ გიყურებს და პრაქტიკულად გესაუბრება იმას და ამ დროს მე ვიღაცა გამოვა ეხა და მეტყვის აი რა უსამართლოა ის ცხოვრებაო, რაღაცა იქ ის არ ჯიპი არ ამყავსო, რაღაც მანქანა არ სახლი არ მაქვს. არ არსებობს ტანჯვა, რომელსაც შენ ახლა გადიხარ, ან არ გაგივლი, ან არ გაივლი მომავალში, რომელიც შენამდე მაცხოვარს არ გაუვლიო. რატო ვარ ქრისტიანი? ერთი მარტივი მიზეზის გამო ღმერთო. რავი 1000 და 100000 წელი შეიძლება ეგონოთ რომ აი მე უცხო ქრისტიანი იმიტომ მიყო რომ ამის პოლიტიკური მიზნები ქონდა იქ რაღაც რა სისულელია. ქრისტიანობის ქადაგება რო დავიწყე და სქოლასტიკის და იმეების კრეაციონის შესახებ ვიდეოს გადაღება, სად პოლიტიკის გონში არ ვიყავი, საერთოდ არც მინდოდა საერთოდ პოლიტიკასთან გაკარება, რა სისულელია. ერთადერთი მიზეზი, ერთადერთი ძალიან მარტივი პრინციპი. ღმერთი ჩემი ცოდვების გამო მოდის დედამიწაზე. ის ჯვარზე ადის, იმ ჯვარზე, რომელიც მას არ დაუმსახურებია. ამ ჯვარზე ის გადის საშინელ ტკივილს, დამცირებას, უბედურებას, გვენვას, ყველანაირს აბსოლუტურად თან რატომ? მას არ დაუმსახურებია ეს ყველაფერი. თქვენ გახსოვთ არა მაცხოვრის გვერდზე ავაზაკი და ის მომიხსენიო უფალო და დღეს შენ ჩემთან ერთად იქნები 60-შიო. აი რა არის ჩვენი ავაზაკური მდგომარეობა? ხო ხვდებით? მეც უნდა მივხვდე მათ შორის თქვენამდე სანამ ამას, მეც უნდა მივხვდე მაგალ პირველ რიგში მე უნდა მივხვდე. აი რა არის მეგობრებო ფაქტი, რომ ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლები. ხო, კაიგიათ სახარებიდან ეს შესანიშნავი ბრმა ხარ და ბრმის წინამძღოლი. რამდენი შესაძლებელია საქართველოში ხა მე ვთქვა? რუსთაველზე რო ერეკებიან, აბა რევოლუცია, აბა ის, აბა ეს, აბა ევროკავშირი, აბა რუსეთი, აბა ამერიკა, ის მირჩენს, ის გადამარჩენს, ის ფული, ეს ისა, ეს ტყუილები, რამდენი წელს ვარ ხა 28, ხო? ხო 28 წლის.
განა რამდენი ხანი უნდა ვიცხოვროთ დედამიწაზე? ან რამდენი ხანი უნდა იცხოვრო შენ დედამიწაზე მითხარი? აი რა არის ცხოვრების მიზანი გეკითხებით? ეს მარადიული არ არის. არაფერი აქედან მარადიული არ არის. საერთოდ არაფერი მარადიული არ არის. ყველაფერი განადგურდება, ყველაფერი ექვემდებარება ენტროპიას. ყველაფერი ექვემდებარება განადგურებას. მხოლოდ ქრისტე აღსდგა, მხოლოდ ქრისტემ გაიმარჯვა ბოროტებაზე. მას უპყრია კლიტენი ჯოჯოხეთისანი. ვერც ერთმა არსებამ ეს ვერ შეძლო, რომ მაშინ ადამიანსა და ღვთაებრივის ორი ბუნების შეერთება მოახდინა. ეს რამხელას ხალხნო რა ცეცხლის გადმოსვლაზე მელაპარაკებით და რა იქ ის წამოვიდა იქ ისა. ამაზე დიდი სასწაული რაც არის რომ ქრისტემ ყუდრეთით აღდგა. მან ორი ბუნება შეიერთა. ადამიანი ანუ ხო ხვდებით რამხელა რაღაცასთან გვაქვს საქმე. ამხელა სიყვარული გამონახა ჩვენ და მიღმერთმა რომ ყუდრეთით აღდგა. დრის გამო რაც არ დაუშავებია არაფერ, თორე ჩვენ ყოველდღიურად ვაშავებთ ყველაფერს, მაგრამ გრძელიანები მაინც გვაქვს, აბა, ფული რატო არა მაქვს, სახლი რატო არა მაქვს, მანქანა რატო არა მაქვს, სხვაზე კარგად რატო არ ცხოვრობ? სისულელეებია. ყველანი დავიხოცებით ამ ქვეყანაზე. ვერაფერს ვერ წავიღებთ აქედან. პატივისცემა, ღირსება და სული სისუფთავე, რასაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს. ადამიანი ეს ძალიან საინტერესო რამე არის, ძალიან საინტერესო შედარება არსებობს ესეთი რომ რა დროსაც შენ ღმერთს სიცოცხლეში დაუთმობ, იგივე დრო შენ დაგეთმობა საყოველთაო სამშაბლოს დროს. მაგრამ შენ თუ ეხა რა ფეხებზე კიდია ყველაფერი რა სასწაულიც გინდა განახო, რა ფილოსოფია გინდა შემოგთავაზო, რა დოგმატიკა გინდა განახო, რა მატერიალურობა შემოგთავაზო, შენ თუ ეხა ისეც არ მაშინ საშველი არ ყოფილა ქვეყანაზე არაფრის. ტურინის სუდარა, მეგობრებო, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ არტეფაქტად კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს კვართთან ერთად. მე რომ ვუყურებდი ამ სუდარას ხა სრულ პერსპექტივაში, ხო და დაახლოებით აი ასეთი სახის ვიზუალიზაცია. აი ეს არის როგორ გამოიყურებოდა მაცხოვარი, ну ეს გადმოიტანა 3D მან რა ქვია რენტგენმა დაახლოებით როგორ იქნებოდა ეს მისი სახის მთლიანი ამ დეფორმაციის შესწორება რო ხდებოდეს. ანუ გარკვეული სახის 3D მოდელი შეიქმნა თუ დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყოს. ну საუბარი მაქვს მეგობრებო ღვთაებრივ სილამაზეზე რა თქმა უნდა. ღვთაებრივ სილამაზეზე. ეს სილამაზე მეგობრებო ეს თვალებიდან და ეს სილამაზე არ არის მატერიალური, სილამაზე არის არამატერიალური. სილამაზე არის ღმერთის ხატობა, სილამაზე ეს არის ადამიანის სული. ეს ყველაფერი ქმნის ადამიანში სულ ნეტარებას და არა რაღაც სისულელეები და რაღაც ესეც დაჭყნება, ხო გემუნებით, ესეც აღარ იქნება, არაფერი აღარ იქნება. ჩვენი სული არის მარადიული. სხეული ყველაფერი მიილტვის. დიდარი ხარ, ღარიბი ხარ, 12 ფიცარი არის ყველაზე გამ. ამიტომ სანამ ცოცხალი ხარ და შენ არ დგახარ სიმართლის მხარეს, არ ემსახურების სიმართლეს. და 24 საათი აი ტირი ხარ, იმის ბრალია, ესე ყოფილიყო და კაცი რომელიც არის აი დაბეჭავებული, ესეთი ღმერთს არ ჭირდება. მე პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით გეუბნები. სუსტი ადამიანები ღმერთს არ ჭირდება. ქრისტიანი ნიშნავს მებრძოლს, ქრისტიანი უნდა იყოს აბჯრით, ხმლითა და ფარით ყოველთვის შეიარაღებული რომ ებრძოლოს ბოროტებასა და მის გამოვლინებას სამყაროში. ჩვენ რამდენი ესე ვიქნებით, ვაიმე იმან ესე არა თქვას, ვაიმე იმან იქამდე ის რას დღეს ხდება სამყაროში და დღეს ქრისტიანობა რო გაქილიკებული და ქრისტიანობა რო არის ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშ და ქრისტიანები ყველაზე დაბეჭავებულად რო ვითვლებით, არის ჩვენი სისუსტე რეალურად. იმას ეპატიოს, ამას ეპატიოს მიეცით კეისარს კეისრის და ღმერთს თავისი წილი. ამიტომ ნუ გერევადეს ერთმანეთში. თავდაბლობა არ ნიშნავს სიდებილეს. ქრისტემ ეს იმიტომ არ გითხრათ, რომ დებილები უყოფილიყავი და ეხლა ყველას თავში ვარტყმევინოთ და ერთ სილას რო გაგვარტყავენ, მეორე არა მეგობრებო. კაი თქმელს კაი გამგონი ჭირდება და ყველაფერს უნდა ღრმად და ორმაგი იმით შეხედოთ. ღმერთს ძლიერები ჭირდება და ჩვენ ძლიერები, ჩვენ ქრისტიანები მეომრები ვართ. და ეს ჩვენ ეს ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ ბოროტებასთან. ჩვენი მტერი სამყაროში ლიბერალიზმი კი არ არის და ის კი არ არის და ეს ლიბერასტობა არა. ჩვენი მტერი არის ბოროტება, რომელიც შენიღებულია ლიბერალიზმით, გლობალიზაციით, მულტიკულტურიზმით, LGBT-ით, იმით, ამით და მრავალი სხვა ფარისეულობით, მეგობრებო. აბა ეს მაგე პირდაპირ არ დაგეჯახება. მას გამოვლინებები აქვს ბოროტების. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, როგორც ქრისტეს მეომრება, ჩვენ ამ ბოროტებას ვებრძოლოთ. მეგობრებო, აი ესე გამოიყურებოდა მაცხოვარი.
რომელიც გადმოსცემს უფლის ტანჯვასა და ვაებას დედამიწას. თან იმის გამო რაც არ დაუმსახურებია, მაგრამ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ცუდები ვართ. აი მის აღიარება უნდა შეგვეძლოს. სანამ აღიარებით არ დავიწყებთ, სანამ ფაქტს არ აღიარებ, რომ მე ვარ ცოდვილი და მე შემეშალა, ტყუილები იქნება მაგამდე მეგობრებო. საკუთარ თავთან მე აბაქ ეგეთ ფილოსოფია, რომ ობიექტური ვარ მხოლოდ საკუთარ თავთან. ჩემი რამდენადაც მე ობიექტური ვარ საკუთარ თავთან, ეს ნიშნავს, რომ ჩემი სუბიექტურობა ზოგად რეტროსპექტივაში, ხო? ეს ობიექტური იქნება ხალხისთვის. მაგრამ სანამ საკუთარ თავთან მე ობიექტური არ ვიქნები, შესაბამისად ჩემი სუბიექტურობაც სიმახინჯე იქნება. აი ეს არის მთავარი. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად დალოცოს მთელი საქართველო ღმერთმა. ღმერთი არის ჩვენი პირველის და უკანასკნელი იმედიც და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ცირედით მე რაც შევძელი და რაც მოგაწოდეთ და ცალკე ძალიან ბევრი სტატია დევს, ახლა დეტალურად თქვენ თუ გინდათ ამ ყველაფრის გამოკლება, ძალიან ვრცელი დოკუმენტური ვიდეოებიც დევს, სტატიებიც დევს, მე არაერთი ვიკითხე. მე ამ ყველაფრის თქვენ რეპრეზენტაცია განახეთ, ძალიან საინტერესო და განახედეთ რა არის ღვთაებრივი ნათება, რომელ ღვთაებრივ სინათლეზე აქვს საუბარი, რაც ყველაზე მთავარი ეს არ არის კლასიკური სინათლე, რომელსაც შეგიძლია რაღაც პრომეთეულა და ანთო, არა აქვს სხვა ღვთაებრივ სინათლეზეა მეგობრებო საუბარი და რაც თავარია ქრისტეს სუდარა, მეგობრებო, არის ყველაზე დიდებული არტიფაქტი ქრისტიანობისა და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში, სადაც აღბეჭდილია მაცხოვრის უკანასკნელი დღე, მისი ტანჯვა, წამება და რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე დიდი გამარჯვება. მისი აღდგომა, რითიც ბოროტებას სამუდამოდ ჩაისვა კისერში და სიკეთემ გაიმარჯვა საბოლოოდ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დროებით.